ერთ-ერთი მეთოდი თუ როგორ უნდა გავუდგეთ გზას. დავაწვევით Garmin Codes. აქ ვიჩვენებს რომ საათი და 18 წუთი უნდა ვიარო. რაიც დავაჭირდა, დაწყებულია. დღეს სიმძლავრისა დიაპაზონის მომისაჯა, როგორც კი იმას ჩამოვწდები ან პირიქით გავწდები, ეგრევე მიწითლებს. დაუბრუნდი შენ საშუალოსო. გაჩვენებთ ახლა. ჩამოვწდები. აი ხავწდები. გვერდზე მარჯვნივ წერია საშუალო რამდენია 152 ვატია მომენტში. აი რამეა. თან ვარჯიშია და თან სტაბილური ტემპით სიარულს გაჩვევს და ისე რომ არ დაიღალო.იდან ფიქრობ რომ სულ Garmin-ში უნდა იყურო, მაგრამ მე ეჩვევი და შეგრძნებაში გადადის უკვე. აი ხა ცოტას ვაჭარბი 158 ვატი მაქვს საშუალო და ცოტა უნდა მოვაკლო. თქმა უნდა ჯობია მთელი სავარჯიშო დრო პედლის ტრიალში დავატარო და დაღმართებზე არ დავეშვა რომ ეს სავარჯიშო დრო არ გაიფლანგოს, მაგრამ ისეთ აღმართებიან ადგილებში მიწევს სიარული რომ დაშვების გარეშე არ გამოდის საქმე. ან მაშინ მთელი საათი და 18 წუთი აღმართზე უნდა მევლო და ბოლოს დავშვებულიყავი. ეგეც შეიძლება. ავქლანგ სწორი გზების მოძებნა ძალიან გამიჭირდება. ამას მოვიფიქრე. თუმცა დღეს მეპატიება FTP ტესტი მაგ გაკეთებული და საკმარისზე მეტი დატვირთვა მივიღე.